მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ კულინარიულ ვიკენდს და ვაკეთებთ დღეს გამომცხვარ კომშს მასკარპონეს კრემთან ერთად და კარამელიზირებულ ნიგოსთან ერთად და ასევე ჩირი შიგ-თავს გავუკეთებთ. ეს ძალიან ისეთი გავრცელებული კერძია. მებია ჩემიც აკეთებდა. მაგრამ ჩვენ და ცოტა განსხვავებულად გავაკეთებთ. პირველ რიგში უნდა გამოვშიგნოთ ჩვენი კომში, აი ეს მოვაჭრათ. და აი ეს ანტანით, აი ესე. რო ამოვიღოთ, შემდგომ აი ესეთი ხელსაწყოთი, აი ეს გულები. და აი სადღაც აი ესეთი ფორმა უნდა მივცეთ, რომ შიგნით ჩავტენოთ აი ამ ჩვენი გამომშრალი ხილით. ზუსტად ესევე შეგვიძლია ვაშლიც გავაკეთოთ, ვაშლისგანაც ამოვიღოთ კურკები და ისიც გამოვაცხოთ. რა თქმა უნდა, ვაშლს ცოტა უფრო ნაკლები დრო ჭირდება, ამიტომ თუ ერთად აკეთებთ, ყოველთვის ჯერ უნდა დაიწყოთ კომშით და მერე უნდა გადახვიდეთ ვაშლზე. საშუალოდ ალბათ 45 წუთი მაინც უნდა 170 გრადუსზე, რომ კარგად დარბილდეს ეს თქვენი კომში. შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ. ამასობაში მოვამზადოთ შიგ-თავსი. ეს არის გარგლის ჩირი, ცოტაოდენი ქლიავის ჩირი, წვრილად დავჭრათ და ნიგოზი. ეს იქნება ჩვენი სატენი, ასე ვთქვათ. კარაქი. წვრილად. და ესე მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე ნელ-ნელა. საკმარისია. დაბალ ცეცხლზე მოვთუშოთ. დავუმატოთ ცოტაოდენი თაფლი. სულ ცოტა, იმიტომ რომ თავისი ბუნებრივი სითბოც აქვს. და რაიმე ალკოჰოლი, ეს შეიძლება იყოს კონიაკი, შეიძლება იყოს ბრენდი, ან რომი, ან ლიქიორი, ამ შემთხვევაში ამარეტო, იმიტომ რომ მასკარპონეს კრემს ჩვენ ამარეტოთი გავაკეთებთ და ეს გემოები, რომ მსგავსი იყოს, ცოტაოდენი ამარეტო. ესე დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე მოსათუშად. და შეგიძლიათ დაუმატოთ ალკოჰოლი. ეს შეიძლება იყოს რომი, შეიძლება იყოს კონიაკი, ბრენდი, ან ლიქიორი, მაგალითად მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ნუშის ლიქიორს, იმიტომ რომ მასკარპონეს კრემთან ერთად ძალიან გემრიელია ეს და მასკარპონეს კრემშიც გამოვიყენებთ იგივე ნუშის ლიქიორს, ცოტაოდენი. აი ესე და გადავდგათ. საოცარი არომატი აქვს და ცოტაოდენი ნიგოზი. აი ეს არის ჩვენი შიგ-თავსი, უკვე აი ამ კომში როცა გამოცხება. ეხლა გავაკეთოთ მასკარპონეს კრემი, ძალიან მარტივი მოსამზადებელია. მე მახსოვს ერთხელ ჩვენ ადრე გავაკეთეთ გადაცემაში, მაგრამ იმდენად პოპულარულია, იმდენად კარგია, რომ მე მხოლოდ ამ კრემს ხმარობ, იმიტომ რომ მართლა 2 წუთში მზადდება და ძალიან გემრიელია. უმარტივესია 5 კვერცხის გულის გოგლი-მოგლი, კარგად ათქვეფილი და 500 გრამი მასკარპონე. რა თქმა უნდა, ვანილი და ნუშის ლიქიორი. აი სულ ეს არის, მაგრამ ყოველთვის ძალიან კარგი გამოდის და ძალიან მარტივია, რაც მთავარია. და რა არის მნიშვნელოვანი,
შეეცადეთ რომ გამოიყენოთ შაქრის ფხვნილი, იმიტომ რომ უფრო კარგად იხსნება შაქარი და უფრო ჰაეროვანი გამოდის ეს გოგლი-მოგლი და შემდგომ კრემი თვითონ, მასკარპონეს კრემი. და 5 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი. აი ეს არის ჩვენი. კარგად ავთქვიფოთ. კარგად რო აითქვიფება, აი. გოგლი-მოგლი, ვუმატებთ ცოტაოდენ ნუშის ლიქიორს და ვანილის ექსტრაქტს და მასკარპონეს ნეომელა. და ესე კარგად აურებთ, რომ ერთგვაროვანი მასა იქნება. აი ესეთი იდეალური კრემი გამოდის. და ყოველჯერზე ძალიან კარგი. ერთადერთია, რომ ძალიან ბევრი თქუფა არ ჭირდება. როგორც კი ერთმანეთში კარგად აირება და ისეთი ერთგვაროვანი მასა გახდება, საკმარისია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქუფით შეიძლება აგეჭრეთ და აი ეს კონსისტენცია აღარ იყოს. ოდნა ამარეტო. აი სულ ეს იყო. აი ნახეთ როგორი კარგი კონსისტენცია აქვს. სადღაც 45 წუთში თქვენი კომში უნდა გამოცხეს წესით, თუ არა და ცოტა უფრო მეტი დამოკიდებულია ხომალზე. გამოვიღოთ. აი ჩვენ წინასწარ გამოვაცხვეთ, აი ესე გამოიყურება. გავათფოთ ეს ჩვენი. დავუმატოთ ცოტაოდენი კარაქი, სულ ცოტაოდენი კარაქი. და აი ეს ჩვენი შიგ თავსით გამოვტენოთ ჩვენი კომში. ბაშლიც. კომში შეგიძლიათ წინასწარ გამოაცხოთ, ძალიან მარტივია, მაგალითად დილით გამოაცხოთ და შემდგომ უკვე საღამოს გაათბოთ, კარგად გააცხელოთ და მერე გამოტენოთ უკვე აი ამ შიგ თავსით. როცა სტუმრები მოვლენ. და სულ რამოდენიმე წუთით შევაბრუნოთ ისევ უკან, რომ ეს ღემოები ერთმანეთში კარგად გაჩნდეს. სულ რამოდენიმე წუთი. 3, 4, 2. სულ რაღაც რამოდენიმე წუთში თქვენი კომში მზად არის, გამოვიღოთ და ავაწყოთ ეს კერძი. ნახეთ ეს მშვენივრად გამოიყურება. შეგვიძლია ინდივიდუალური გავაკეთოთ, შეგვიძლია გასაყოფად. სამი და კრემი. აი ამ ცხელზე მასკარპონეს კრემი. ზემოდან. და ეს სიმხურვალე გაალღობს ამ კრემს და რაღაც ეს თბილი соусივით იქნება საბოლოოდ, რაც ძალიან გემრიელია. და ბოლოში მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქრის ფხვნილი დეკორაციისთვის. ნახეთ. და კარამელიზირებული ნიკოსი. აი.
და ეს დესერტი მართლა ყველანაირ სუფრას დაამშვენებს და განსაკუთრებით საახალწლო სუფრას, საშობაო სუფრას. ასე რომ გაიხსენეთ ეს რეცეპტი საახალწლო დღეებში და აუცილებლად გააკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენი ოჯახის წევრი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დარჩება. ნახვამდის, მე ამით გემშვიდობებით.